გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი და ფორუმ თეატრი პროექტის სადმიდის ჩემი ფული ფარგლებში სპექტაკლების ჩვენებას აგრძელებს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აფინანსებს, რამდენიმე სპექტაკლი უკვე გაიმართა. მათი მიზანი და საორიენტაციო თემა მოსახლეობის და ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობა, პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართულობა. აღებული კურსისთვის რეჟისორს ავთოს ირბულაშვილს არც ამჯერად გადაუხვევია. წარმოდგენა, რომელსაც გამოფხიზლება ერქვა საზოგადოების და ხელისუფლების დიალოგის თემას ეხებოდა, რომელიც სოფლის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის აუცილებელია. სპექტაკლის გმირები ვახტანგი და ვასო რიგითი გლეხები არიან, რომლებიც სოფლისთვის მტკივნეულ საკითხებზე საუბრობენ. კითხვებიც უჩნდებათ, მაგრამ დღევანდელი რეალური მოქალაქეების მსგავსად საკუთარი უფლებებით და ვალდებულებებით არ ინტერესდებიან. მათ გასააქტიურებლად რეჟისორმა საინტერესო თეატრალურ ხერხს მიმართა გამოფხიზლებელი პერსონაჟის სახით. ასე ინტერესდებიან ისინი სოფლის ძირითადი პრობლემების, უგზობის, უწყლობისა თუ განათების არქონის საკითხებით და დასახმარებლად სოფლის რწმუნებულს მიმართავენ. ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილზე მუდმივი არ ყოფნის გამო კი რაიონის გამგებელთან მიდიან და ყველაფერს ნათელს ფენენ. ირკვევა, რომ მოსახლეობას საინიციატივო ჯგუფი შექმნა შეუძლია, რომელიც გამოკითხვას ჩაატარებს თუ რომელი პრობლემების გადაჭრაა სოფლისთვის პრიორიტეტული. შედეგები მუნიციპალიტეტში მიაქვთ. მუნიციპალიტეტი კი საკითხის მოგვარება შეეცდება. რეჟისორის ხედვით ეს საუკეთესო გზაა საიმისოდ, რომ ბიუჯეტიდან სოფლისთვის გამოყოფილი თანხა პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯოს, რადგან იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება სოფელს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. სხვადასხვა აზრის გამოთქმის მიუხედავად საბოლოოდ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საზოგადოება მეტისმეტად პასიურია და დრო გააქტიურდეს. ხელისუფლებასთან ერთად იზრუნოს მისი თემის განვითარების გზებს. ძალიან საინტერესო არის ესეთი ინტერაქტიული სპექტაკლები, ეს რაღაც ახალი სისტემა არის სპექტაკლებზე, ძალიან მომეწონა, უკვე მეორეჯერ ვესწრები ასეთ ამ სახის სპექტაკლს. ძალიან კარგია, კონკრეტული პრობლემები არის დასახული და კონკრეტული პრობლემის ასე თუ ისე გადაწყობის გზებიც გამოიკვეთა ამ სპექტაკლში. ძალიან ასიამოვნებელ მინაკითხა და მართლაც ვეთანხმები სპექტაკლის ავტორებს, რომ საზოგადოებას სჭირდება ცოტა გამოფხიზლება, რომ თავისი უფლებები იცოდნენ ძალიან კარგად და შეასრულონ ის მოვალეობები, რაც ამ უფლებებს მოყვება. რაღაც მიძინების პერიოდია, ესე ვთქვათ, საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ სოფლებში, განსაკუთრებულად პროექტებთან დაკავშირებით, რა არის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ქალაქშიც ბევრი პრობლემები გვაქვს, მაგრამ არ იგრძნობა ის სულისკვეთება საზოგადოებიდან, რომ შეაწუხონ თქვა ადგილობრივი მმართველი, შეაწუხონ მუნიციპალური გამგეობის წარმომადგენლები და უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტებში. მე ვფიქრობ, ხალხი უნდა მოდიოდეს რწმუნებულთან, ვიდრე რწმუნებული უნდა დარბოდეს მათთან სათითაოდ ოჯახებში საკითხავად. იმიტომ რომ სოფლის სადგევარი თვითონ ყველა გლეხისა და ყველა მაცხოვრებლის სადგევარი უნდა იყოს. და ასე რომ მიმაჩნია ეს პატარა დადგმა არის ზედგამოჭრილი და მივიჩნევ, რომ კარგი იქნება ალბათ სოფლებშიც გაკეთდეს ესეთი საჩვენებელი გამოსვლები. სპექტაკლი იყო ძირითად პრობლემაზე, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ჩვენ თუ გავალთ თქვა ნებისმიერ სოფელში, ვნახავთ, რომ პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ხალხი უნდა მართლა გამოფხიზდეს, აქცენტი იყო ხალხის გამოფხიზლებაზე აღებული, რაც ყველაზე მთავარია რა. ჩვენ არ ვართ პასიურები, თვითონ მაცხოვრებლები, უბრალო ადამიანები არიან პასიურები და თუ ისინი გამოფხიზლდებიან და გააკეთებენ იმას, რაც არის მისი ირგვლივ გასაკეთებელი, ხო? და ამაზე წარადგენენ ამას გამგეობაში იქნება თუ სადაც იქნება, სადაც საჭიროა. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გაკეთდება რა, ყველაფერი არის მოგვარებადი. ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში ბრიტანულ-ამერიკული პოეზიისა და მუსიკის საღამო გაიმართა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ თამთა დოლიძე ისაუბრებს. ღონისძიების მიზანი მოსწავლეების მიერ ინგლისური ენის გაძლიერებული შესწავლა და პრაქტიკა იყო, რადგან ბავშვებმა საღამო მთლიანად ინგლისურ ენაზე წარმოადგენეს. ღონისძიებაში მე-6-მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. საღამო პედაგოგმა რუსუდან ცხომელიდან ორ ნაწილად გაყო. პირველ ნაწილში მოსწავლეებმა ინგლისური პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ბერნსის, ბაირონის ნაწარმოებები წაიკითხეს. მეორე ნაწილი კი იმიტირებულ დაჯილდოების ცერემონიალს დაეთმო, რომელშიც ბავშვებმა ინგლისური და ამერიკული მუსიკის შედევრები, ბითლზების, ჯექსონისა და სხვათა სიმღერები შეასრულეს. იყო ბევრი ცეკვა და იმპროვიზირებული ნომრები. თითოეულ გამოსვლას დარბაზი მხურვალე ტაშით ხდებოდა. დასასრულს კი მოსწავლეებმა პედაგოგ რუსუდან ცხომელიძეს ჩუმად მომზადებული საჩუქარიც გადასცეს.